საქართველოს მეევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერით გარკვეული ვალდებულებები აიღო. ხელშეკრულება ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანისას შესაბამისი ნორმების დაცვას ავალდებულებს. ასევე უწესებს შიდა ბაზრების რეგულირებასაც. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ აქტუალურია. ახალციხის სავაჭრო ცენტრში მოვაჭრეთა გარკვეული ჯგუფი საკუთარ პროდუქტს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის. ამის გამო კი ისინი, რომლებსაც შენობაში ფართი აქვთ ნაქირავები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ჯერ ისე ციცხეა, ყველაფერი დუხს გარეთ. მერეც ეს წვიმა, ტალახი, ძაღლები დარბიან. სიბინძურია, რა თქმა უნდა, ყველი იმაზე ძირს დევს, აი ცელაფანზე და დადიან ტვერი ედება. შეიძლება რომ ყველი გაიყიდოს მაგალითად, კაი ჯანდებას ამას გარეცხავ კიდე კიტრს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ქალაქის სავაჭრო ცენტრში ფართი საკმარისი არ არის. ამიტომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უწევთ. ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეები ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ, ხოლო ყველის რეალიზატორები ამბობენ, რომ სიცხეში დგომისაგან პროდუქტი უფუჭდებათ, რაც მათ შემოსავალზეც აისახება. ამიტომ ისინი ტერიტორიაზე ადგილის გამოყოფას მოითხოვენ. ადგილი არ არის, ერთი პატარა ადგილია და მუდმივი ვაჭრებით განან იქ და მაგიტომ დგავართ აქ. ვინდა რომ ჩვენც ვიყოთ დაცული, რაღაცა 2 ლარი ჩეკი გადავიხადე და არაფერი არ გამიყიდია დღეს. პარკებში ვალაგებთ, ყველებს რომ ტვერი არ დადგეს, აბა ეგრეა ყიდულობენ ბავშვებს, აჭმებენ, თვითონ ჭამენ. პრობლემა არის გარეთ დადგომის, იმიტომ რომ სისუფთავე არ არის. შიგნით რო ვიყოთ, კარგია. ადგილი არ მაქვს. თხარი დირექტორმა მითხრა რომ მოგინახამთ ადგილსაო და ჯერ არ არის. არა გვაქვს შიგნი ადგილები. იმდენი ადგილი არ არის რომ მოვთავსეთ შიგნი. სულ და გინდა არ გინდა მე გარეთ ვდგევართ. და რაც ბაზარი გაიხსნა კიდე აქ ვდგევართ. ამა ჩვენ ისე ფუთავთ, ისე უვლით რო იტყვიან რომ არ გვიფუჭდება. ის რომ ახალციხის სავაჭრო ცენტრში ყველის მოვაჭრეთათვის საკმარისი ფართი არ არის, ამაზე თავად ცენტრის ვეტერინარიულ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგედ საუბრობს. თუმცა გიორგი ბალიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მიერ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პროდუქტის შემოწმებაც ხდება. ლაბორატორიის გამგე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში უნდა დარეგულირდეს. დგას ბაზრის მაკონტროლებელი ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც გარეთ არის და აქ უკვე ხდება ტრანსპორტი მოძრაობს, ნიავია, იქ სიბინძურები, ტვერი, ათასის ვირუსი მიკრობია, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ეს თვითონ მთელ ქვეყანაშია ეს პრობლემა მოდებული და ფიზიკურად შეუძლებელია რომ გლეხს რომელსაც ბოლო ერთი თავი ყველი გასაყიდი აქვს თქვა ერთი ყონა მწვანილი მოდის გასაყიდად იმას ბაზარში ფიზიკურად ადგილში არც არის ადგილი და ვერც ჩერდება. მომხმარებელთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ შენობის გარეთ პროდუქტის ყიდვა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი გარემოვაჭრეები მომხმარებელთა ნაკლებობას მაინც არ უჩივიან. შიგნითაც ვყიდულობთ და გარეთაც, მაგრამ ფასები განსხვავებულია. გარეთ შედარებით ფასდაკლება ვიდრე ბაზარში. ხორცს, თევზეულს შიგნით ვყიდულობთ და ხილს და ბოსტნეულს გარეთ. ყველი გარეთ არ უნდა იყიდებოდეს, მაცივრებში უნდა იყოს და დაცული უნდა იყოს პირობები. არ უნდა იყიდე, მაგრამ რა ქნა ხალხი, ყველაც ხომ არ შეუძლია რომ მივიდნენ და იქ სახლიდან იყიდონ ან რამე. ყიდულობენ ხალხი რა ქნა. ახალციხეში ბაზარი წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ იყო, 2011 წლის ნოემბრის თვეში აგრარული ბაზარი დაიკეტა და სავაჭრო ცენტრი ქალაქის შესასვლელში განთავსდა. მიუხედავად ამისა, გარე ვაჭრობა დღემდე ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალული.